სათა დაცისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის მერტ უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მეორნე საყვარელო მშვიდობას გისურვებთ ყველას უკვე მარხვის მეორე კვირა ჩვენ შედგომილები ვართ წმინდა ორმეულს ანუ დიდ მარხვას მე ბევრჯერ მithოვია თქვენთვის რომ ვეცადოთ რომ ღირსეულად აღვასრულოთ ყოველივე რასაც ჩვენ თავზე ავიღოთ ხო მარხვაც არავის არ დაუძალებია ჩვენთვის არავის არ დაუძალებია ლოცვა ეს არის ჩვენი მიმდინარეობა ჩვენ ეს გვინდა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი სულის ცხონებისთვის ჩვენი სიკეთისთვის რაც ყველაზე მთავარია ამ შემთხვევაში ჩვენი ახლობლებისთვის იმიტომ რომ ლოცვა უყვალოდ არ ჩაივლის ვისთვისაც ვითხოვ და ვისაც ლოცულობთ ყველა ადამიანი იქნება ესე ვთქვათ მოხსენებული იმ ლოცვებში და უფალი ისმის თითოეული ჩვენთაგანის ლოცვას მე ამიტომ შევეხი ამ თემას რომ რასაც შენით შეუდგები შენ თავზე აიღებ ადამიანი მაშინ სხვას აღარ უნდა დააბრალო ის და უნდა ვეცადოთ ადამიანებმა რომ ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები რომ გახსოვდეთო რომ ტვირთი ჩემი მსუბუქარსო და თითოეულ ჩვენთაგანს ესე გვეუბნება რომ მოდითო ჩემთან ყოველი მაშვარდი და ტვირთი ძიმენი და მე განგისვენებ თქვენო ეს გვავიწყდება ყველას რატომღაც ყველა უფრო მეტად მინდობილნი ვართ უფრო ჩვენ საკუთარ თავზე ესე ვთქვათ უფრო რაღაცა მაინც მატერიალურზე ვიდრე თვითონ ყველაზე მთავარი ვინც გვეუბნება ამ სიტყვებს რომ ჩემთან მოდით მე განგისვენებ თქვენ რაც შეეხება მარხვა რითიც დავიწყე ანუ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ რატომაც მარტო გასტრონომიული იმით უყურებს თვალით რა ჭამოს რა მოამზადოს და შეიძლება ძმა ახლობელი ისე შემოეჭამოს შეჭმაში რას გულისხმობთ ხო უკან არ მოიხედოს მაგრამ არც ისე მინდა გაიგოთ რომ არ ძმა შეჭამო და მარხვა დააგდოთ არც ის არის სწორი მანუ მე იმიტომ დავიწყე საუბარი რომ ეს ხო თქვენი არჩევანია ძალად ხომ არავინ დაგდგომია თავზე რომ ეს უნდა გააკეთოთ ამიტომ რასაც ჩვენ თავზე ავიღებთ ვეცადოთ რომ ღირსეულად აღვასრულოთ ლოცვა ისევ თითოეულ ჩვენთაგან სჭირდება უფლის წინაშე იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი აი ამ ლოცვის შედეგად თუ დაუკვირდები და ლოცვას ზოგადად თვალყურს ადევნებთ ადამიანი უნდა ხედავდეს თავის დაცემულ მდგომარეობას იმიტომ რომ იმ ლოცვებში ზუსტად ჩვენ ხედავთ რაოდენ დაცემულნი ვართ რაოდენ უპასუხისგებლოები ვართ ადამიანები ნაკლები სარწმუნოება გაგვაჩნია ანუ მოკლებული სარწმუნოება ჩვენში და აი ეს ლოცვა გვეხმარება რომ უფალთან ვიდრე ლოცვას დავიწყებთ ესე ვთქვათ წავდგეთ დავხაროთ თავი და უთხრათ რომ უფალო როგორიც არ უნდა ვიყო და დაცემული მაინც შენი ვარ და შენი წყალი მე ცოდვილი და დავიწყოთ ლოცვა უბრალოდ ეს იმიტომ გჭირდება რომ 10 წუთით მაინც ადრე 15 წუთით ადრე დავდგეთ ხატებთან და გავიაზროთ ვის წინაშე ვდგებით ვის ვთხოვთ ვინ არის რომ იცოდნენ ადამიანების უმრავლესობა ვინ არის მაშინ უფრო სხვა მდგომარეობა და ვითარება გვექნებოდა ჩვენ დღეს სულიერებაშიც ტაძრებშიც და ასე შემდეგ დღევანდელი სახარება არ გავაგრძელებ პირდებით მოგეშინიათ ასეთი თემატიკისა მაცხოვარი შედის კაპერნაუმში და რო გაიგებენ ადამიანები რომ მოვიდა მაცხოვარი სახლშიაო აივსება მთელი სახლი ადამიანთა სიმრავლით ადრეც მაქვს ნათქვამი ხადაგებაში და დღესაც ვიტყვი სახლი პირობითად როგორც ასეთი აი რო ავიღოთ დაახლოებით თბილისში გავრცელებული იტალიური ეზოები ასეთი ტიპის სახლი მაშინ ახლა მოგეხსენებათ არ იქნებოდა მრავალსართულიანი ნუ მაქსიმალურად ორსართულიანი და აი ეს იტალიური ტიპის სახლი დაახლოებით ასეთი გარშემო და შუაში მუდმივად იყო აი ხო შეება ადგილი და იყო ცეცხლის ანუ საჭმელის მოსამზადებელი ადგილი აი ოთხკუთხედი ესე ვთქვათ ავიღოთ ან გვარი რა მნიშვნელობა აქვს და აი ეს შუა ადგილი სადაც ცეცხლი ინთებოდა იყო ფიჩხებით ტოტებით გადახურული რომ მზის დასაცავადაც და ბოლო ასული. აი
უბრალოდ რატომ საუბრობ ამაზე დაწვრილებით ხოლმე რომ მინდა რომ იცოდეთ ეს ყველაფერი განმარტებითია და მე იმიტომ მომაქვს თქვენამდე შეიძლება ვიღაცისთვის ახლა თქვას რომ რა მნიშვნელობა და რა მნიშვნელობა სახარების მსვლელობისას მიხვდება თითოეულ თქვენთაგანი რამხელა მნიშვნელობა ქონია თურმე ამას. იმ ხალხმა ასე გამოიყენა. ძალიან ბევრი ხალხია, მოკლედ და მოყავთ მაცხოვართან განღვეული, ძველ ქართულად ავადმყოფი, დაცემული, ესე თქვა, ვერც კი ლაპარაკობდა ეს ადამიანი, ვერც კი მოძრაობდა ეს ადამიანი, ანუ ჩათვალდო ინვალიდი ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო საერთოდ და სხვა ადამიანების გარეშე ის ფიზიკურად ვერ გადაადგილდებოდა. და რადგან სიმრავლე იყო ხალხისა, ერისა, ესე გვეუბნება სახარება 4 ადამიანს მოყავდათ ზეკიდული, ანუ ჩავთვალოთ ეს რას ეძახიან, საკაცით. ვერ შევიდნენ მაცხოვართან, რომ ეს ადამიანი მიიყვანათ და წარმოიდგინეთ რა მოიფიქრეს. აღძარცვეს სართულიო, ანუ აი ეს ფიჩხებიც იყო გადახურული, იქიდან კანაფებით ჩაუშვეს ეს ადამიანი. მაცხოვარი აი ამ სარწმუნოებით რა როიტყვიან მოიხიბლა, იმიტომ რომ საოცარი სარწმუნოება და მე გეტყვით რატომ არის შემდგომში. და მაცხოვარმა რომ მოიწონა მათი ეს სარწმუნოება, ეუბნება ამ ადამიანს, ამ დავდომილს, აი ამ ავადმყოფ ადამიანს, რომ მოგეტევნე შვილო, შენი სოდვანია. და იქ ყოფნი, რა თქმა უნდა, ფარისეველნი იყვნენ დამსახურნი. თავის გულში განეკითხავდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი გმობსო, მაცხოვარზე ამბობენ, რამე თუ მხოლოდ ღმერთ შეუძლიაო ცოდების მიტევებაო. ისე თუ დაუკვირდებით, ადამიანმა ხშირად ყოფილა ერისკაცად შეუძლია უთხრას მეორე ადამიანს, რომ ღმერთმა გაპატიო შენი ცოდები, ხო? მაგრამ ღმერთი აპატიებს თუ არ აპატიებს, ეს ღმერთის გადასაწყვეტია და არა ადამიანის გადასაწყვეტი. ასეთ შემთხვევაში მაცხოვარი ეუბნება, რატო თქვენ გულში რატო განმიხილავთ, ანუ რატო აპროტესტებთ ამასო, რა უფრო ადვილი არის თქმა იმისა, რომ მოგეტევოს ცოდები შენი, თუ და ეუბნება ამ გარღვეულს, შენ გეუბნები, აღდე ქაღია ცხედარი და ვიდოდეო, ცხედარი შენი და ვიდოდე. და ეს ადამიანი გამფრთელდა, გამოჯამრთელდა და წამოდგა. ნახეთ, მე წეგან ვახსენე, რომ თქმით შეიძლება ბევრი თქვას ადამიანმა, მაგრამ მაცხოვარი ამით ამ საქმით ეუბნება, რომ იცოდეთ, რომ რა შეუძლიათ ზეკაცისას, ანუ რომ ეს მარტო სიტყვები არ არის და რომ ეს ხელმწიფება, ვისაც აქვს, მიდი აბა უთხარი დაადექი განღვეულს თავზე და ადექი ადგება, ვერ ადგება, ხო? მთელი ცხოვრება ესე ადამიანი. ამიტომ ეუბნება ამ განღვეულს, რომ ადექი, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე და განიკურნება ეს ადამიანი. მისანიშნებელი ერთი გარემოება, რომ სხვა სახარებაში ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე, რომ მაცხოვარი დაუშვათ ეუბნება, რომ რა გინდა, რას ითხოვ ჩემგან, ან რა გინდა რომ თხოვო და ასე შემდეგ. აქ აბსოლუტურად განსხვავებულია, მაცხოვარი არაფერს არ ეკითხება, პირდაპირ ეუბნება, რომ მოგეტევოს ცოდვები შენი და რა თქმა უნდა, შემდგომ ანუ ორმაგი კურნება მოხდა, პირველი სულიერი, ანუ მიუტევა მას ცოდვები, ის ყოველივე და რა თქმა უნდა, ფიზიკური კურნება მოყვა ამ ყველაფერს. შესაბამისად, ანუ თითოეული ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს უფრო მეტად დასაფიქრებელი, რომ როცა ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში ადამიანები, ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ვეზიაროთ. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ იმაზე აღარ ვფიქრობთ, ჩვენი ცოდვების და გამო შეიძლება ჩვენც კი აი ამ მდგომარეობაში ჩავარდეთ, ანუ შეიძლება ადამიანს განღვეული მარტო ეს ხო არ არის, ესე თქვა, თუ დავარნილი იყოს. და ჩვენ როგორი დაცემული ბუნება გვაქვს და მდგომარეობით მოვდივართ ხოლმე ხშირად დედა ეკლესიაში. ამიტომ არის რომ ნახეთ, როცა მოვდივართ უფალთან, ერთი რაღაც გვავიწყდება ხშირად, ბევრი რაღაც, მაგრამ ამ ერთს გამოყოფთი, რომ ღვთის წინაშე რომ დავდგებით, მე ხშირად მithქვამს ეს ახალი არ არის, მუდმივად ხოვნის რეჟიმში ვარ. მუდმივად ვითხოვთ. აბა დაუკვირდით. ჩაიხედეთ თვითონაც თქვენ სულში და მიხვდებით. მუდმივად ხოვნის რეჟიმში ვარ და მადლიერება გვავიწყდება, მუდმივად ღვთისთვის რომ უთხრათ მადლობა. ეს მერწმუნე ძალიან ცუდი სენი გჭირს ჩვენ ადამიანებს. ამიტომ ვინც აღიარა მისი ღვთაებრიობა, ბუნებრივია მას ეჭვი არ შეპარვია მასში, მაგრამ ვერ აღიარებდნენ რაბინები, ანუ მდელმთავრები, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად თანხვედრაში არ იყო.
იმიტომ რომ მაცხოვარი მათ მუდამ ამხელდა, მუდამ ეუბნეოდა მათ შეცდომებს და ბუნებრივი იყო ესეთი ადამიანი არამსულ ძველ აღთქმაში და შემდგომად ქრისტეს პერიოდში დღესაც არ უყვართ. რამე თუ ტყუილი არის თაფლივით კბილი და სიმართლე კიდე מחვილივითა წარია. ამიტომ არის რომ არავის არ უნდა ეს შენი სიმართლე. ისევ ჯობია ტყუილი და თუნდაც თკბილი ტყუილით ესე დავუკვირდეთ იცხოვრო. დღევანდელ სახარებაში ვიდრე დავამთავრებ, აი ეს მინდა გამოყო რომ რა მოეწონა ყველაზე მეტად ხო მაცხოვარს, მოდი ესე უბრალოენი თქვა. იმ ადამიანების მოშურნეობა, რომლებმაც თქვენ ეხუმრებით ადამიანებო, ერთი ადამიანი, რომელიც არის მოწყვეტილი აბსოლუტურად და არ შეუძლია დაგეხმაროს ხო და დაგეხმაროს მაინც რაღაცა 4 ადამიანს მოყავს. მოყავს ერთია, მაგრამ აიყვანონ სართულზე და იქიდან თოკებით ჩაუშვან კანაფებით. ეხლა რას მეტყვი თქვენ რომ ამ ადამიანს დავდომილს და ამ გარღვეულს ფული ქონდა და ფულით წააყვაინა? არა, მას ლაპარაკიც კი არ შეუძლია. ანუ რა დონეზე უნდა გიყვარდეს მეორე ადამიანი მოყვასი, რომ არაფრის გამო ანგარების მიუყარო არანაირი ანგარება შენში არ არის, 4 ადამიანმა წამოიყვანო და ამ ყველაფერს დაუმატო წმენა ცოცხალი ღმერთისა, რო არ გწამდეს ხომ არ გააკეთებდი ამას. რომ ჩაუშვა თოკებით, რომ იცი რომ იქ ვინც არის. ის აუცილებლად განკურნავს მას. იმიტომ რომ ეს ცოცხალი წმენა ამას აი ხშირად გიქადაგებ და გეუბნებით. თუ ადამიანში ცოცხალი ღმერთის ცოცხალი წმენა არ არის, იმარხულეთ რამდენიც გინდათ, ილოცეთ მუხლების გადატყავებამდე, აზრი მითხარით ამ ყველაფრის. ეგრე სოდომსა და გომორში სწამდათ, ოღონდ თავიანთი გამოგონილი ღმერთის. ჩვენ ყველაზე მთავარი რაც არის ცოცხალი ღმერთის წმენა თუ გვაქვს, სწორად ახმული იქნება თვითონ ღვთის ყოველი ბოძებული რაც მოგცე ჩვენ და ნაკარნახევი. ამიტომ არის რომ მე პირველ რიგში ჩემ თავს და თქვენ რა თქმა უნდა გისურვებდით რომ აი ეს ქრისტიანული სუფთა მოშურნეობა მოგცეს უფალმა, მოგცეს რა ჩვენ უნდა მივიღოთ რომ ეს მუდმივად გვაძლევს და მუდმივად ადამიანს მადლში ამყოფებს. ჩვენ ვართ რომ გონება დაბნეულები დავდივარ და მათსაც ხანიკ დავკარგავ და ხანიკ დაგვივარდება. ამიტომ არის რომ თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვეცადოთ რომ ესეთი მოშურნეები ვიყოთ არა მარტო ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, გარშემოყოფებისთვის. აი ხშირად გამიგია რომ ის უცხოა ამ სიტყვებმა ისე მოიკიდა საქართველოში ფეხი დაუკვირდით ჩვენ მდგომარეობას როგორ ცხოვრობს დღეს ქართველი ხალხი უსიყვარულოდ. უცხო როგორ არის, როცა შენი ტომია, შენი სისხლია, შენი ხორცია, ქართველია. უცხო როგორ იქნება, როცა ერთ მიწაზე ცხოვრობ, ერთი ცა გაქვთ ქუდად. მაინდამაინც შენი სისხლი და ხორცი უნდა იყოს. ისედაც სისხლი და ხორცი გამოდივართ ერთმანეთის ყველა. ადამიანის შვილები ვართ. ადამიანის შვილები ვართ ჩვენ. ეს გვაუწყდება ძალიან ხშირად. ამიტომ არის რომ ხო არის რაღაც ადამიანს რომ გულზე დაგადგება და რაღაცა მოუნელებელი გაქვს, ხო? აი ესე ვერ მოვინელეთ ჩვენ. ბოღმა, ბრაზი, სიძულვილი, უსიყვარულობა, თითქოს გაჩხერილი გვაქვს ეს ყველა და მე იმიტომ ვამბობ რომ დღეს ადამიანი რომ ადამიანობდეს საჭიროა ის ყოველივე რაც ჩამოთვალე. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ძალიან ხშირად უთქვათ ვინც ყოფილა წასული ევროპაში, ცივი ხალხია, ხო? კანონის ხალხია, მაგრამ ცივი ხალხია. საქართველოს იცით რატომ უყვარს დედაღვთისმშობელს? ეს არის ერი დაუმორჩილებელი. ეს არის ერი, რომელიც მონობას არ ექვემდებარება, გამორიცხულია. შეიძლება დროებით, მაგრამ უღელს არ დაიტოვებს. შანსი არ არის. ქართველი ადამიანი ფენომენალურია, სერიოზულად გეუბნები, საოცარი გენის მატარებელია. აქ არ შეიძლება ვიღაცა დავარდეს და არ მიუხრა ხელი. აქ არ შეიძლება ვიღაცა შიოდეს და შენ ლუკმა არ მოუტეხო. გამორიცხული ესეთი რაღაც, ოდითგანვე ესე იყო ქართველი. ასია მოწყობილი ქართველი, მაგრამ იმდენად შემოგვეპარა ჩვენ აი ეს რაღაც უფრო უცხოური ვიდრე ჩვენი რაც ალამაზებდა ესე ქართველ ხალხს, რომ მე უბრალოდ იმის მეშინი ამან არ დაგჯავნოს, მაგრამ არა ვერ არ გამოვა, იმიტომ რომ გენში არა გვაქვს ეს გამორიცხულია. ამიტომ მე ვასრულებ აი ამ ფორმატით ქადაგებას, რომ ეს მოშურნეობა, რომელიც აი 4 ადამიანმა გამოიჩინა,
არა ჩვენი ოჯახის წევრებზე გქონდეს მარტო, არამედ თითოეულ იმ ადამიანზე, ვისაც ეს ჭირდება, ვისაც ეს აუცილებელია. ქრისტეს წინაშე ჩემო ძვირფასებო, მე ადრეს გითხარი და ეხლაც ვიტყვი, რომ იმას არ მოკითხავთ ბოლო მოდელის მანქანით დადიოდ თუ არა, იმას გეტყვის, რომ იმ მანქანით რა სიკეთე გააკეთე. იმას არ მოკითხავ 2 თუ 3 სართულიან ვილაში თუ ბინაში ცხოვრობდი და როგორი კომფორტი ქონდა, არა, რამდენი გაჭირებული ისტუმრე იმ ოჯახში. არც იმას კითხავთ გუში რითი მაპატიე და გამოვიძღეთ სტომაქი, არა, რამდენი ადამიანი დავაპყრით. ეს არის ქრისტეს კითხვები. მერწმუნე, სხვა კითხვა მას არ ექნება. ვერ იტყვი იქ შენ, ვერ იმართლებ თავს, ვერანაირად ვერ იმართლებ, გამორიცხულია, უფლებასაც არ მოგცემს. იმიტომ რომ სადაც შენ ტყუი ხარ, შენ თვითონ შეგწხვება და შენ თვითონ მდუმარედ შეხვდები ამ ყველაფერს. ასე რომ მე გისურვებ და ჩემ თავს რა თქმა უნდა, რომ ეს მოშურნეობა გქონდეს ღვთის წინაშე, ერთმანეთის წინაშე, რომ ყოველივე რითიც დავიწყე მარხვა, არავის დაუძალები არც ლოცვა, რაც ჩვენ თავზე ავიღეთ, გულწრფელად გავაკეთოთ, სიყვარულით კიდეც შეგვეშლება, კიდეც დავეცემ, კიდეც მოხდება თითოეული ჩვენთაგანის ალბათ წოდებში ჩავარდა, მაგრამ უბედურია ვინც იქ რჩება დაცემულ მდგომარეობაში, თორე დასრული, ჭუჭყიანი, თუნდაც ცოდვები, მაგრამ ფეხზე ამდგარი და გამართული უფრო მეტად უყვარს უფალს, ვიდრე მაპატიე და ერთი ღორს უყვარს წუპე, რომ ჩაწვება იქიდან აღარდება, რაც უნდა დაბამ და გარეცხო, მაინც წავა და დაუბრუნდება. აი, ამას არ უნდა დაემსგავსოს ადამიანი, უფალმა დაგლოცოთ.